იოსებ გრიშაშვილის ციკლს ალექსანდრე ჭავჭავაძის შესახებ. ჯერ ვერ მივედით თვითონ ალექსანდრე ჭავჭავაძემ, იმიტომ რომ პატარაა. მამამისის მორიგი ელჩობა გარსევანის იწყება რუსეთში 1794 წელს. მარტო იყო თავიდან, მერე წავიდა მეუღლე და საელჩოს მდივანი არის გარსევანის სიმამრი. სულხან გიავალიშვილი, დიდი ნასწავლი კაცი, დიდი თარგმნელი და ყველაფერს ეგარ რუსულიდან მერე ცოტა ესეც სწავლა. ხო და ოჯახი აქ რჩება. პატარა ბიჭი და დედა ასწავლიდა წერა კითხვა ყველაფერი და მე ბაბუის ხელში იყო აბა უკეთესი მასწავლებელი რა უნდა სახლში ვიყავდა ასე იზრდება მაგრამ ალექსანდრე ჩვენ ვიცით რომ რუსულ გენერლის შესამოსმელს ვიდრე და ესეთი საღლუმო პორტრეტი გვაქვს ჩვენ მაგას არა გვაქვს რაღაც ესეთი ქართულად მამამისის ქართულ ყურთმაჯებიან ძვირფას კაბებში გვაქვს ცნობილი ყველაზე ეს. დედისაც ქართულს თვითონ უკვე რუსულში, მაგრამ მე ადრე კი თქვი რომ არ გეგმებოდა მისი რუსი სამხედროობა. გრიშაშვილს რო გითხარით ცირაზე რომ უცნაურ და მოულოდნელ რაღაცებს ნახავთ, თქო, აიო მე მაქვს ესეთი საბუთიო, კითხვა-პასუხიო ძალიან დაზიანებული. არ ვიცი ეს რა დოკუმენტია ეს არის ომან დივანბეგ ხერხეულიძის და გარსევან ჭავჭავაძის დიალოგის ფრაგმენტი. ეს არის ალბათ ერთი ფურცლის ნახე, იმიტომ რომ ძალიან მოკლე. ეს არის დიალოგის ფორმის ომან გარსევან. ეს არ ვიცი თარგმნილია ქართულად, ამას არ ამბობს იქ. ამბობს აი ესო და ჩვენი ქვეყნის ბედს აჩვენებს ეს დიალოგის ფრაგმენტი. თავიდან რაზე ლაპარაკი ვერ იგებ. ფრაგმენტია, ამიტომ ომან ხერხეულიძე ხო ვიცი ცხოვრება მეფისა ირაკლისა და დივანბეგი იყო და დიდი მასწავლობის კაცი ესეც და ჭკვიანი. გარსევანიანება ხო მართლაც უბედური დროა რაღაც ესეთ ტექსტი აი გუშინაცო სასახლეში მთელი ღამე ერანის ელჩი ყოფილა. ანუ ირანიდან ესე იგი აღამაღმათხანეს ეს და ჯერ ხმა არ გამოსულა რაზე იყო ლაპარაკი ანუ არიციან ეს ერეკლეს რაზე ესთან ძალიან ახლო ხალხია სინამდვილეში ისეუნება რომ ჩვენი ეტლიო ნამდვილად უკუღმატრიალებს ეს ომანი პასუხობს ესე იგი ამაზე და დაუძლურებული ვარ თუ და მეტი უძლურებისკენ მივდივართ ისე და ეს პატარა ნაწყვეტი აქვს აქ გრიშაშვილის სამწიგში რომ აჩვენოს თქვა უფრო დრამატულად ეს გარემო რომელიც მაშინ იყო და ეს აღამახმათხანის ამბავი ალბათ 3 წელიწადი ამაზე ლაპარაკი იყო წამოვალ დაანებეთ მაგათ თავი არა მან და არის ერთი რამე აი მეცნიერები უმეტესი აი საბჭოთა დროს როცა იკვლევდნენ ამებს ამბობდნენ რომ ერთხელ და სამუდამოდ იყო გადაწყვეტილი რომ ირანი არა აი ეს იყო რაღაცნაირად ასე გადაწყვეტილი და რუსეთი აი ესე იყო გადაწყვეტილი და ეს რუსეთი არ გეხმარება სინამდვილე ეგეთია ნოეთუცხენი გამოაგზავნენ ხის წეს ეს უბრალოდ რო თქვა გასაგებად 2000 მხედარი პუნქტები აი ხთელი ეს მოყვე ის გზა კარგად გააკეთეთ თბილისამდე 12000 კაცის საჭმელი მზათა გვაქვს ესენი აქედა რაღაცებს ეწვალებიან და წერერე და გადაეცი ეგი მათ იქ არ მიგიღებენ 3 თვე მე ხო ადრეც კითხავ და არ ვიცი უკანიდან რა ხდებოდა უკანაკარებებიდან მაგრამ წინ ეს დანანობცე და ყველაფერი არის დაფიქსირებული და მაგათ არქივებში აწყვია ასე ტომებად გარსევანი წავიდა ისევ ეს რუსულის აი ამეს ადგურები ცნობილი პოსტები სასტავარასაც ქვია საგუშაგოები ისინი გადის წავიდნენ იქ წავიდა ვასილი ვასილევსკი ოსტერო იქირავეს რაღაცა და ვიღაცამ შეუშვა ვასილის კუნძულზე პეტერბურგში და იქ უკვე დაიწყო ნელ-ნელა ტრიალი და არის ამაზე ლაპარაკი რომ საშიშროება ის მოდის რაც ემატება 94 წელს 15 წელი მთლიანად დრამატულია ძალიან იმიტომ რომ აი ის მოდდა ის უკვე წინ აცხადებს იქ ხო იკავებს რაღაცებს გაჩერდა აღამახმათხანი ანუ აი არის ესეთი რომ უკვე საზეიმოდ გამოაცხადა რომ მივდივარ
მივდივარ ერეკლეზე მივდივარ აცხადებს ამაში ორი თვე გადის წერენ და ზოგი წერილი როგორც ჩანს იმედი აქვს რომ ჩქარა რომ მალებს ბოლებს მაინც ნუ გააჩერე ანუ მალებს ბოლი თუ შვებს არა ვიღაცას კი არა ატანს თორე ყოფილა აი მაგალითად ერეკლეს ერთი წერილი აქვს წერილების ისო ხშირი გვეხნება ხო შეგვიძლია გამოვატანოთო იმიტომ რომ მანდო ბევრი ტყვი აღამახმად ხანიშო და ამ გზაზე ქართველები დადიანო გამოსასყანო ფული მეაქვთ აი ეს ატანდნენ ხოლმე წერილებს ისა მაგრამ ეს მალებს ბოლი საიდუმლო და იმას მეტი დაფარვა და მეტი ანუ ის საჩქაროა იქ დრამატული წერილები და ესე იგი მარიამობის მეორე დღეს აქვს ბოლო წერილი გაგზავნილი სიჩქარით მაგრამ ნუ 12 სექტემბერს უკვე თბილისი აღარ იყო და 2 კვირით ადრე აგზავნის რომ აღარ არის ვარიანტი ხალხიც არ ამყავს და მარტო ვერ დაუდგები აი ეს კიდე ცალკე ერთი ამბობენ საიდუმლოა რომ რატო ვერ მოემზადა იქ 5000 კაცი ცოტა ყავდათ არის ეგეთი შეხედულება რომ ზაფხულში მეტი ყავდა მაგრამ იმ აღამახმად ხონა გაწელა მე ეს ჩვენთან ხო ხდება ძალიან ფეოდალური ორგანიზაცია ზაფხულში ყავდა 20000-მდეო თქვა ეს შეგროვილი რომ ემზადებოდა მაგრამ მე ამან დაიკლო და ანუ ტალღა და ის ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა რაღაც მე ესენი ღრმად ვერ ვიტყვი იმიტომ რომ მეცნიერების ის არის მაგრამ ну ეს ტრაგედია მოხდა ხა მე აი რომ ამბობდნენ რომ მაგის ეცემა რა ქვია ძალა აი როგორც მარტივად რო თქვათ რომ აკილა მაცდინა ამბავია ეს რა გარშემო ეს ხმადნაფიცები ყველა რაღაცა ავათ უყურებს იქ დიდხანს იყო განჯის საკითხი განჯის ნახევარ შემოსავალს იღებ და ერეკლე და მეორე ნახევარ შუშის ხანი აი ეს რუსები შეუშვდნენ რომ მთლიანად გამოართვე სანამ ჯერ ლაპარაკები და იქ პრობლემები მე იმას არ მოეწონა ყარაბახელები დიდი ხნის იყვნენ ამაცენ აწყენ რაღაცა ნუ შიდა ამბები რომ იმშიც ტერი გაერკვა და ყველა თანდათან იმას რო ითქვას უერთდებოდნენ და აგულიანებდნენ იმან სომხების კათოლიკოსმა პული მისცა რომ ჩვენ იქ არიდებოდა იმას დიდ თანხას ამბობდნენ 600000 ოქროთი რაღაცა და ისიც ზათ იყო და ის რას აკეთებდა ეს უცნაური ამბავი კი დიდი სისასტიკის კაცი იყო მაგრამ ხო რაღაცა მიზნები ჰქონდა რა თავისთავად მარტო ის ხო მერე გამოჩნდა და ეს რუსები წერენ რომ მაგანო სინამდვილეს ჩვენ შეგვარცხვინა რომ აი ეგ ბედიელის აი რუსებმა ეგეთი მეგობრობა და დახმარება იციან ესეც გააკეთაო ამ იმით აღამახმად ხანმა რა ჩვენთვისაც სირცხვილი იყო ეს რაღაცა ესეთი მაგრამ საქმე ეს არის რომ უბედურების მე ეს უბედურება არ დამთავრდა საშიშროება 2 წელი იყო და ძლიერი საშიშროება იყო კიდე რა რომ საბოლოო მოსპობა გრიშაშვილს აქ რა თქმა უნდა თავისი პორტრეტი აღამახმად ხანეს ნადირ შახმაო დაასაჭურისაო ჯერ კიდე ბიჭობაში და იმის მერე ზულდა სამყარო ასე უწერია ნადირ შახ ჩვენთვის ცოტა ესეთ ფიგურაა სხვანაირი ხო ეგო რა შეებოდა ვიცით ამიტომ შეძულებული ყავდა ყველა და აბანოში რომ შემოვიდა თვითხრეს რომ ამდო ჯადოსნური აბანოა არ მოუხდაო გაბრაზდაო და დაანგრია თბილისში ისედაც და ნუ ეს ლეგენდა არსებობდა ვალის ქვებს დაყრის და ხალით ჩასეოდა ზეთ შიშველი გორაობდაო ასეთი რაღაცა ნებები და ეს გონდა და მაგას თავი დაანებეო ვისაც დაამარცხებდაო ხანე იქნებოდა მეფე თუ ისო აუცილებლად უნდა რომ მოეკრაო და რომ მოკროდაო ახლოს მარხავდა თავის საცხოვრისთან იმიტომ რომ გამოდიოდა ყოველდღე და შეურაცხყოფას აყენებდა საფლავებს და ასეთი კაცი იყო და ეს კაცი მოვიდა და ეგ მართლაც ეგრე იყო ერეკლე რომ გამოარიდეს და წამოვიდა მაგე ვერ დაწყა მაგას უნდოდა რომ მოეკრა ეგ უბრალოდ მოკლა უნდოდა რა და მე მიხვდა ეგ რთულია რა ესე თუ ყვეთ და იმ წუთში თან რაღაცნაირი შიში ქონდა ისეთი რიდი ჯერ ხომ მოწონდა რომ მომსეს ცნობილი ის და შეხედეთ რა შეებაო ამ ხალხით ამდენი ხალხით ეს 2 დღე ხო ახტაცებული იყო ამის მანევრებით იმას არსებობს ეს გადმოცემები და რაღაცებს თხოვდა რაღაცას საგანძურებს ეს გამომიგზავნე და მე ვილაპარაკო და ეს უკვე ეს თბილისის შემდგომ დღეებში 5 დღის თავზე ანანურიდან უკვე ერეკლე წერს
გარსევანს იქ. სიმართლე ვიხოთ, მე არ ვიცი, აქ იყვნენ ალექსანდრე და დედამისი მაგ დროს, თუ უკვე წასულები იყვნენ, იმიტომ რომ ცნობილი რომ უკვე შემოდგა, მაგათ გაზაფხულზე ნებართვა მიიღეს წასulis რუსებისგან, ოჯახმა. და შემოდგომაზე უკვე იქ ესე წამიკითხავს მე რომ უკვე იყვნენ პეტერბურგში. აი საცა დაიწყო მე ალექსანდრეს სწავლა და ფრანგულები და ყოველ 9 წლის იყო, მაგრამ აქ იყვნენ თუ არა ამ თბილისის ძალიან ბევრი ტყვე იყო და იმას შორის ტყვე იყო გარსევანის დაც. ეს წაყვანილი ყავდა აღა მახმად ხას. ამაში ფული აიღო გარსევანმა გამოისყიდა ეს. ასეთი რა ქვია ისტორიები და რიგები იდგა, ნუ აგროვებდნენ ეს ქართველები ფულს და ეს, იმიტომ რომ იმამინ ჟლიტა ჩვენ ასე ჟლიტა წვა ისა, მაგრამ ტყვე ჭირდებათ განსაკუთრებით წარჩინებული ხნა ეს. მაგას პოლიტიკური მიზნის უკან შემოსა აგურიც ჭირდებათ. იმ აგურსაც ყველაფერს წაიღებენ რა, ეს არ არის ჯერ ისეთი ქვეყნები რომ ცოტა ისე ძველი ომების ის აქვს რა ქვია რა. აღმოსავლური ომების ხასიათი ისე ამას ცოტა კერაგვარი არის და ერეკლე როწენო დავიქეცითო რა წერს. აღარაფრის საშუალება არ მაქვს. იმ დღესვე როგორც ამობენ გიორგის წერს კახეთში 500 კაცი მაინც იმიშოვე და გამომიგზავნებდა. საერთოდ თავადების ამბებს რატო არ მწერ? ეგ ისეთი ამბავიო ყველამ უნდა იცოდეს რაღაც ეს აქვს მიმოწერა. იქიდანაც მუშაობდა ეს არტემ არარატელი რომ წერს რომ იმაში იჯდაო ჯუბაში გამოხეული მონასტრის ეზოში. ხო ის რო იყვალბათ მოახურეს რამე თორე ის გაწერილებს აგზავნიდა. არაფერი ის მაგას არ ქონია იქ პანიკა და პირიქით რომ მოყავდათ მთელი ამბავი ხო რომ არ გამოდიოდა და ეს კიდე უფრთხოდა სანამ ეგ შიგნით არის რომ მაინც თხილად იყავით ნადერის შახის გაზდილია რა გაზდილი 2 წელი იყო ეხა მაგრამ ნუ მე ხო მთელი ცხოვრება ურთე რაღაცები ეცოდინება ისეთი რაც იმან ეს მაგია აღმოსავლური რაღაცა თქმულების ეს ჯერ კიდე არსებობდა რა და თითქოს ის ამიტომ უფრთხოდა იცოდა რომ დიდოსტად იმიტომ მე წერილში წერს უჩქო შენნაირი ჭკვიან კაცი ეს რატო ემართება ამიხსენი ეს რა დაგემართა ეს რუსები ანუ ესეც кайმხეცია მაგრამ ახლა მას წერს ხო და მე ერეკლე რო იწერება ამ რუსებს შენო გააგები მაგათ რომ არაფერი არ დამთავრებულაო აი ეხაც კი საჭიროაო ჯარივე იმიტომ რომ ეგო კი წავიდა მაგრამ 300 ვერსში დგასო არც ისე შორს წასულაო და ეს მართალი ამბავი ის მე მოვიდა შუშა აიღო ეს ახალი სეზონია უკვე კიდე იწერებოდა აქეთ აი ეს წერილი ცნობილი რო აქ რო იშვიათი ფირმას ვაქვეყნებ ის რო ამბობს ქრიშაშვილი იქ არის ეგა ასი თაობა ჩვენი ყოფილხართო და თქვენთვის შარი არ მოგვიციაო ჩვენ სხვადასხვა ჯული გვაქვს ისე მაგრამ მაგაზე ხო ჩვენ არ გქონია არაფერიო ანუ არ შეგვიწუხები ხართო თქვენი ასეთი რაღაცნაირი წერილია რა აქაო სომეხის ცხოვრობსო გურჯით ცხოვრობსო ირანშიო იმაშო და რა გადაწყვიტეო რომ ეს ქვეყანა სად მიქხავსო მაგათთან რატომ მიქხავსო რა არის ესა ჯულის გამო მიქხავსო მინდა გიშალავ შენ რაღაცა ასეთი წერილია რა ჭკვიანი კაცი ხარ და შენი მომხედავი ხო ხედავ აღარავინ არ არისო ესეთი წერილია მძიმე რა ხო ეგო იფიქრეო კარგათო და მოდიო და ჭკვით გადაჭერი ეგ საქმე თორე მოვალო და შენ და რუსების სისხლს ერთად დავაქცეო და კიდეც მოკლეს მან რა ეს არ იყო დამთავრებული ამბავი ანუ ეს კიდე უნდა გაგრძელებულიყო ჩვენ პატარა რაღაცა თევზებით გვიყურებდნენ მაგრამ თევზი რომ მეც ატომღაცისა და მეტრიალა წავიდა აღმა ხო იმისთვის ეგ არის ირანის იმე კაც მაინც ქერიმხან სასხვარ გამოეკერებოდა მაგრამ აი ეს უცხოელი ყოფილიყო მერე და მერე აი თქვა 10 წელს როგორ ესენ როგორ იზამდნენ ეს ტრაქტატი ხო მოყვარო ის ქერიმხან მოკვდა და აირია ირანში და ამან იფიქრა შანსია ხა იქ ხო ეგრე იყო აი თქვა რუსებს რო ეგენ თავაზობდნენ ერეკლე და თეიმურაზი რაღაცებს ჯერ კიდე თეიმურაზი რო ცოცხალი იყო ეუბნებოდნენ ირანში არეულობაა თუ ცოტა ხალხს მოგცემთ ვისაც გვეტყვით იმას დავსვამთ შახად ანუ ის კონდათ რა მაინც ცნობილი მაგ დროს გივი ამილახურის ისტორია ხაზინა რო წამოიღო ქართული ვაგო ბევრი ოკროაო და გვეკუთვნისო და არჩევდნენ ნივთებს ეს ამ ოჯახის იმის და ქართველები შეგნო ომით გამოიარა ამ სამოქალაქო ომში თუ რაღაცაში გაყვეული და მოიტანა ეს უკან ეს ხო საგანძურების სიარულიც არის თან ეს ნივთი მაშინ გადადნობას არ ექვე ისია შენახული რა ესეთი უცნაური ამბები
ასე იყო ის იყო ეგ შემოდგომა უკვე გარსევანის ოჯახი იქ არის, მაგრამ მე ხაც მოვე ამის მერია და 97 წლამდე გრძელდებოდა. უკვე შემდეგი წლიდან ერეკლევნა რომ ჩამოდი და ისევ წერს იმათ რომ გამოუშვი და ისევ ისეთი გაჯანჯლების ისა ხა გამოუშვი არ გამოუშვი. და წადიო. ოღონდ ამ ჯერზე ცოლშვილი აღარ წამოვყვანე. აღარ იქ დარჩა ეს უკვე პანსიონში დადიოდა. საუკეთესო პანსიონი იყო მაშინ რა ქვია. პეტერბურგში და რა ვიცი, ამის შეძლება არსებობდა იქ რა. აქ რო ჩამოვიდა, ცოლშვილი იქ აყოს და როგორც ჩანს აღარც აპირებდა. ქვია რომ ეგენი აქ ჩამოეყვანა თუ კარგად არ ჩაწყნარდებოდა და რაღაცა. ერეკლემ უთხრა რომ კიდე უნდა წახვიდე. ტრაქტატში არის რომ ეს არის ჩვენი მფარველი. მოსეთი, მაგრამ 2-3 წელი არ გაივლის და კიდე დათმობენ თავისი იცი როგორ რაღაცას რო ითხოვ სამაგიეროსაც იქვე თავაზობენ ეს ჩვენი მეფეები ხო. ერეკლე რო გარდაი მე გიორგი მე-12 ხო იყო და იქ უკვე შეიცვალა რომ არ მინდა მფარველობა. ქვეშემდგომობა მოგვეცით. ოღონდ კი აი ეს გამიკეთე და რა იქ უკვე აი მე ჩდება რომ გარსევანი ცუდი კაცია რა იქ ირკვევა უკვე ეგეთი რაღაცა მაგრამ ჯერ აი ეს არის ბევრი უცრავი რამე მან და ეს იმერლების ამბავი მე-19 საუკუნეში იყო მეორე ნახე უკვე აი ჩვენი თერგდალ აი ილიას აკაკის ამან დროს დიდი პოლემიკა იყო იმერლების როლი გწანის ეს მაშინ რა ქვია და ამ წიგნები და კამათი და ისედაც ეს თემა იმერ კარტკახეთი და იმერეთი რთული ხა ეს სამეფოები კატათაგობანა გაბმული გან სოლომონ პირველი და ერეკლე მაგრამ მე ხო ერეკლეს შვილი ხდება დავით არჩილის მეფე სოლომონ მეორე სახელი და იქ იდება ეს ხელშეკრულება უკვე დავითშვილის შვილთან ესა იმერლები ხო წამოვიდნენ მოეხმარენ ამას მე-19 საუკუნეში ხო პოლემიკა რამდენი იყვნენ იმერლები 3000 იყვნენ თუ 1500 მაგრამ იქ არის სხვადასხვა ციფრები და 3000 იყვნენ და მოყავდა მეფეს და ეხა აქეთ თუ ივანე მუხრან ბატონი და გარსევანს ვამბობთ იმერეთსაც ყავს ეგეთი კაცი და ოხრის ერთი აი კალმასობაშიც ნახსენებია ეს კაცი ზურაბ წერეთელი მუდმივი სახუცი დიდი მომხვეჭელი კაცი და ამათი ნათესავია თან ივანე ბატონიშვილს მაგისტრის აყავდა შვილი ცოლად თან გადამული ესენი რომ მოუძღვენო და გაძარცვეს ასეთი იყო კონცეფცია აღმოსავლეთ ქართლის სანამ შემოვიდოდა აღამ ახმატხანი და ყარაბაღელი მელიქების გვერდზე მოყვებოდნენ ჯერ იმერლებმა ხო დაიხიესო უკვე პირველებმა დაიხიესო და თბილისში შემოვარდნენ და გაძარცვესო იქ არის აუწერელი ძარცვის ისინი ხო და თბილისში მე ამას ახლა პასუხი აქვს რომ თბილისში ყველა დუქანი დაკეტილი იყო ხალხი გახიზნული იყო ბროშურები ზაქარია ჭიჭინაძეს იმას დიდი ცხარე პოლემიკის ეს არის იმერეთი ჯერ რომ ჩამოვიდენო 3000 კი იყვნენ მაგრამ 1500 ავად იყო ხო გზაში ჰაერმა დაცადა თუ წყალმა თუ რაღაცა რომ გადმოვიდნენ და 1500 ეგრევე ჩააწვინეს სადღაცა იქ აი მეიდნის მიდამოებში რა ნუ იქ არუები რაღაცა რომ ამ ხალხს უნდა უმკურავდა მეო სულაც ეთერმა ახედა ვითარებას და ეხლა ის იმ გამოცდილების კაცი იყო რომ ამ შარში შესვლა არ გვინდა ვეთქო თან იმას ვერ უთხრა ეთყობა რომ ერეკლეს შვილი ამთლად ხო და აი თქვა რაღაცა წერი თქო და მე ვეღარ ვიმ მაგრამ ჩემი ხალხი აგერო და თბილისში იყო ასეთი რამები წერი ამაზე და საერთოდ დიდი წყენა აკაკის აქ წერილები რომ ეს არის სისულელე თავიდან ბოლომდე რომ აკაკის გასაგებია ეს წერეთ რომ ეს ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანმა მითხრაო როგორც წერეთელს გაკოცებ როგორც აკაკის გადაგეხვევი ეს ერთელი ერთობა ჩანს ამაში ნამდვილი მაგრამ არის წინააღმდეგობები აი და ასეთი ამ ფონზე მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე და ამ ფონზე ერთიანდებოდა საქართველოს რომ წერდნენ რომ ეს არის რა ქვია იმერელი ხელის შეგუშალეს ლილახანა გაზძარცვესო და მთელი ეს თბილისის ქუჩები ჩვენ რო ვიცით რომ სისხლით იყო ლილა გაფენილი და მოდიოდა ასეთი რამები წერია პირდაპირ გაზეთებში ბროშურებში
აკაკის აქ წერილები რომ ეგა ყველა ტყუილია ლილახანა არ გაგვიზარცვავს თავს იცავენ ესე იგი თქვა იმერლებო დროება ხო იმერლების გაზეთი ასე ეძახდა გრიგოლ ორბელი და პლატონიუსელი რო ხედავ და მოაშორე მაგ იმერლების ნაჯღაბნები მაგიდან ეგ ქართული არ არის ეძახდა რასაც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ არა ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ასეთ რაღაცებში გადაიზრდებოდა ხოლმე ახლა ისინი ჯერ მაგათ გაძარცვეს და მე ესე აღამახმად ხე გამოვიდა რომ უბრალოდ რაცა და თუნმე იმერლები ჩამოვიდნენ და მერეო თავის კუტრებს არ მარხავდენო ანუ ეს ამასობაში ეს ავადმყოფები დაიხოცენ და პირდაპირ თქარში ყრიდენო დროზე უნდა წავიდეთო და ღდელს თქარზე დაწირვი როდის მოასწრეს ეს სანამ ერეკლე გავიდა იქი და ეს წინააღმდეგობა იყო და ეს აი ამ ორ სამეფოს აჩდა მანამდე ასეთი რაღაცა აი არის ესეთი წერილი რომ ბესიკ გაბაშვილი რომელიც არის იმერელი დიპლომატი ჯერ კიდე ცოცხალია გრიგორი პოტიომკინთან ახლა მე ადრე მომიყოლებ ბესიკიდან იმას წერს რომ კავკასიის ხაზზეო რომ წერილები მოდისო თქვენთვისო და იქ რო თარგმნიანო პავლე პოტიომკინთან ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან გამოაგზავნო და იქ თარგმნეთო იქ ზისო და ჩამოთვლილია ეს კითხარით ეს კაცები რამდენიმე ქართველი თარგმნელი რუსეთიდან ძირითადად ეგენიო მე არ მგონია რომ ამბავსო რუსეთს თქვენ მოგიტანენ გასაგებია მაგრამ აი ის სავარს სიმიძეო ეგო ერეკლესთანაც აგზავნის იმ წერილი შინა ორმაგი აგენტი იყო ანუ რა ის სავარსიმიძე დანიშნული იყო ჩვენ საელჩოში როგორც რუსების აგენტი და მთარგმნელი რომელიც პირდაპირ მიაქის ხო საიდუმლო იმაში მაგრამ ეგო კარტკახელებმაც იმას აკეთესო და ჩვენ საიდუმლო წერილებს აგზავნის ეს არის ფეოდალიზმი და უბედურება და ესა მიხვდეთ და თან ჯანი აღარ არის ხალხი აღარ არის არის ეს წვალება ამ სამი პოლკის სახილი ესა მაგრამ წინ არის ყველაფერი და ერეკლეს თვითონ დღეების ხო და ათვლილია უკვე და ეს გარსევან ჭავჭავაძისთვის კიდე ახალი ის არის რა ქვია ცხოვრება და მისი შვილისთვის ხო არის და არის რაღაცა სულ სხვა ადგილას აღმოჩნდება სხვა ქორწილიდან ეს აღმოჩნდება დამბოში რაღაცა ესეთი ამბავია და ეგ მერე ვთქვათ